საგამშვიდობის თრიალეთის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენ აზრს გვანცა დოლაშულთან ერთად. საქართველოს პატრიარქი ტრადიციულ საღდგომო ეპისტოლეში აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისთვის. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეში. სპეციალისტები და ქალთა უფლებების დამცველები აბორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. საკანონმდებლო ორგანოში კი ფიქრობენ, რომ აბორტის სრულიად აკრძალვის არა, მაგრამ ეგრეთ წოდებული სელექციური აბორტის საკრძალვის შესახებ მსჯელობის დაწყება სასურველია. სწორედ ეს თემა იქნება თქვენი აზრის დღევანდელი გადაცემის განხილვის საგანი 2791 და 279162 ეს არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები. გადაცემის მსვლელობისას კი ჩვენ მოვისმენთ თქვენს პასუხებს კითხვაზე, თქვენი აზრით უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღეს მდგომარეობის ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ. თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას და თუ ორსულ სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა არჩევანი ქალის პრეროგატივაა. კანონის თანახმად 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. თუმცა როგორც უკვე გითხარით, კანონის გადახედვისა და აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს სახელმწიფო საქართველოს პატრიარქი. ილიამ მეორის ეპისტოლეში ვკითხულობთ, უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მოცულადღებულ ყრმათა მკვლელობა. აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება. ვისაც ეკონომიკური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს ან სხვა რაიმე მიზეზით მოცულადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ. როგორც ცნობილია ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36,000 აბორტი კეთდება. რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა. მკვდრად შვილთა რაოდენობა კი 1400-ზე მეტს აღწევს. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისთვის. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, ნათქვამია პატრიარქის საღდგომო ეპისტოლეში. მე სანამ თქვენთვის ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდებას გავაგრძელებ, შეგახსენებთ, რომ გადაცემის მსვლელობისას შეგიძლიათ დაარეკოთ ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებზე და გაგვიზიაროთ საკუთარი მოსაზრება თემაზე, თქვენი აზრით უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი. თუმცა სანამ აყურებელი დაგვიკავშირდება, გეტყვით, რომ ნაყოფის სქესით განპირობებული აბორტის თემაზე სასაუბროდ საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობის დაწყებას აპირებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს შერჩევითი, ანუ სელექციური აბორტები. აბორტების საერთო რაოდენობაში 30% სწორედ ასეთი აბორტები ფიქსირდება. ვფიქრობ, აბორტების აკრძალვა ხელაღებით მიუღებელია, იმიტომ რომ შეიძლება გაიზარდოს არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი და ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის ზრდა. ამიტომ ვფიქრობთ, ამ თემას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ კომიტეტში მოვიწვიოთ ამ დარგის სპეციალისტები, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძის აზრს იზიარებს კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი უფლებადამცველი ნინო ციხისთავი. მან აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია აბორტის აკრძალვა, რადგან ფიქრობს, რომ ამით არალეგალური აბორტების მაჩვენებელი გაიზრდება, რაც გაცილებით დიდი რისკების შემცველია, თუმცა მისივე სიტყვებით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სქესით განპირობებული აბორტების რიცხვს შეამცირებს. ნინო ციხისთავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ მონაცემებსაც იხსენებს, რომელიც მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყანათა 4-ში მოხვდა, სადაც ყველაზე მაღალია სელექციური აბორტების რაოდენობა. სელექციური აბორტები მთელი თავისი მავნეობით, როგორც ფიზიკური მავნეობით, ასევე მენტალური მავნეობით, ერისა და ქვეყნისათვის რაღაცნაირად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. საკანონმდებლო ინიციატივები და ზოგადად სამართლებრივი მასივი მას უნდა დაუპირისპირდეს, განაცხადა ნინო ციხისთავმა. როგორც უკვე იცით, სწორედ ამ თემაზე მსჯელობას ეთმობა თქვენი აზრის დღევანდელი გადაცემა, თქვენი აზრით უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი, ასეთი არის გადაცემის კითხვა, რომელზეც ჩვენ თქვენს მოსაზრებებს გადაცემის მსვლელობისას მოვისმენთ. პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ის დემოგრაფიული საკითხის მოგვარების ჭრილში აბორტების საკრძალვას მართებულად არ მიიჩნევს. მარტო ეს არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა სჭირდება ის, რასაც მე მუდმივად გავიძახი. ეს არის ეკონომიკის აღორძინება უნდა მოხდეს, ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ პატრიარქის მოწოდება მოსწონს და აპირებს საკითხის განხილვაში თავადაც ჩაერთოს. აბორტის შეზღუდვის შესახებ ისაუბრა
პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა. როგორც დავითაშვილი ამბობს, ის აბორტის შეზღუდვის შესახებ კანონ პროექტის მომზადებას აპირებს. ჩემთვის ჩანასახი არის ცოცხალი ადამიანი და მისი მკვლელობა უნდა იყოს დასჯადი, ამბობს ის. პარლამენტარის თქმით, აბორტის საკრძალვის შესახებ პატრიარქის განცხადებას არასერიოზული კომენტარები მოჰყვა და მისთვის აბორტის საკრძალვა ფასეულობებთან არის დაკავშირებული. დავითაშვილისთვის აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც დედის ჯანმრთელობას ზიანი ადგება ან ნაყოფი ძალადობის შედეგია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი საღდგომო ეპისტოლეში მთავრობას აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს. 27.91 და 27.91 ეს არის ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები. გადაცემის მსვლელობისას თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ აღნიშნულ ნომრებზე და გაგვიზიაროთ საკუთარი მოსაზრება თემაზე. თქვენი აზრით უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კატასტროფულ სტატისტიკაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ აკრძალვამ შესაძლოა აბორტის არალეგალური შემთხვევების გაზრდა გამოიწვიოს. ბოლო მონაცემებით 2013 წელს აბორტის 25,000-მდე რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა. არაკანონიერი კი დაახლოებით 4-ჯერ მეტი. ხუნდაძის მსგავსად ნიან გინეკოლოგი დავით გაგუა მიიჩნევს, რომ აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, თუმცა არა აკრძალვის მეთოდით. გაგუა ამბობს, რომ სოფლიოს ბევრ ქვეყანაში მსგავსი კანონის მიღებამ სავალალო შედეგები გამოიწვია. აბორტის აკრძალვა ვერანაირად უკეთეს შედეგს ვერ მივიღებთ. პირიქით, მას ექნება მხოლოდ უკუ შედეგი, აცხადებს მედიცინის დოქტორი, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომის თავმჯდომარე სერგო ჩიხლაძე. მე მის განცხადებას ოდნა მოგვიანებით დაუბრუნდები, მანამდე დღეისთვის პირველი მაყურებელი არის ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობათ. საღამოშიტებს. რაში იცით საქმე? სახელმწიფო ჯერ მოაგვაროს სოციალური მდგომარეობა, ხალხი შიმშილით იხოცება, ბავშვები ამის შივრები დაიხოცნონ. ვის არ უნდა ბევრი შვილი? მე შვილიშვილები მყავს. პენსიონერი ვარ და ისე მევეხმარი, იმიტომ მამა არ ახავთ იმათ. 3 შვილიშვილს მცირეწლოვანს მე ვინახავ 85 წლის კაცის პენსიით. სოციალური დახმარება უშველის ბავშვს. გამაასწორონ მდგომარეობა და მე ილაპარაკონ აბორტების აკრძალვაზე. აბორტის ფულიც არ აქვს და იმიტომ ვერ იკეთებენ. იცით რა? ბატონო, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს ქონდეს მდგომარეობა გამაასწოროს სახელმწიფომ. მდგომარეობა არა და ბიძინამ გამაასწოროს. ჩადოს 1-2 მილიარდი და ეყოფ 10 წელიწადი ამ ბავშვებს. როგორ შეიძლება ესეთი რამე? ეს სისულელია დიდი. მეტი არაფერი, კარგად იღებს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის და გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ასეთი იყო დღეისთვის პირველი მაყურებლის პასუხი, უნდა მოხდეს თუ არა აბორტის აკრძალვა საქართველოში. როგორც უკვე იცით, სწორედ ამ თემაზე გეძლევათ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება თქვენი აზრის დღევანდელ გადაცემაში. თუმცა სანამ მაყურებელი დაგვიკავშირდება, მე დაუბრუნდები ჩიხლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი აზრით, აბორტის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ მოხდება მათი განაცვლება, იატაკქვეშეთში და კრიმინალური აბორტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოიმატებს ბინაზე გაკეთებული აბორტების რიცხვი. ექიმბაშების მიერ დანიშნული მუცლის მოშლის საშუალებების დალევა და სხვა მსგავსი შემთხვევები, რაც გამოიწვევს უამრავ გართულებას, რაც მთავარია მოიმატებს ქალთა სიკვდილიანობა. აბორტის აკრძალვის პრაქტიკა მრავალმა ქვეყანამ სცადა და საბოლოოდ უარი თქვეს, რადგან მხოლოდ უარყოფითი შედეგები გამოიღო. საყოველთაოდ ცნობილია თუ რა მაღალია ქალთა სიკვდილიანობა ისეთ ქვეყნებში, სადაც მკაცრი კანონმდებლობა აბორტთან მიმართებაში, მაგალითად ბოლივიაში, ბანგლადეში ან ავღანეთში. არ მგონია, რომ ეს ქვეყნები არიან ეტალონები, რომელზეც სწორები უნდა მოვახდინოთ. სერიოზული დისკუსიის დაწყებაც კი გაუმართლებელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და ალბათ უფრო უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს. აბორტს აქვს მრავალი გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა მოსახლეობის განათლების დაბალი დონე, რეპროდუქციულ საკითხებზე და კერძოდ ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე. უმჯობესია ვებრძოლოთ ამ მიზეზებს და ამით შევამციროთ აბორტების რიცხვი. ის რომ აბორტი დიდი ბოროტება, ამაზე ყველაფრ თანხმდებით, მაგრამ ნუ დავემსგავსებით შუა საუკუნეების დროინდელ სახელმწიფოს, სადაც არ ითვალისწინებენ წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას, მეცნიერულ კვლევების შედეგებსა და სფეროში მომუშავე სპეციალისტების კომპეტენტურ აზრს, განცხადა GHN-თან საუბარში სერგო ჩიხლაძე. როგორც უკვე იცით, სწორედ ამ თემაზე გეძლევათ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება თქვენი აზრის დღევანდელ გადაცემაში. თქვენი აზრით უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი? სწორედ ამ კითხვაზე ვისმენთ თქვენს პასუხებს თქვენი აზრის დღევანდელი გადაცემის პირველი ბლოკის დასრულებამდე. ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად საქართველოში 36,000 აბორტი კეთდება, თუმცა რეალურად გაცილებით მეტი შემთხვევაა. მკვდრად შობილ ჩვილთა რაოდენობა კი
კი 1400-მდე აღწევს, რაც ჩვენს დემოგრაფიაზე აისახება. ბიძინა ივანიშვილი აბორტის აკრძალვის შესახებ პატრიარქის ეპისტოლეში დასმულ საკითხს გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, დემოგრაფიული პრობლემის გადასაწყვეტად მრავალი საკითხია გადასაჭრელი და მათ შორის უპირველესი ეკონომიკური მდგომარეობაა. თავის მხრივ პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი აბორტის აკრძალვის თემაზე სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებს, სელექციური აბორტი კი უნდა აიკრძალოს. დემოგრაფი ან ზორთოთაძის განმარტებით აბორტებს ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული მიმართავდნენ და ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოეშორებინათ არასასურველი ბავშვი. დემოგრაფის თქმით, ხანდახან გონიათ, რომ აბორტის საკრძალვა შობადობის მაჩვენებელს გააუმჯობესებს, თუმცა ასე არ არის. ისევე როგორც მცდარი აზრი, თითქოს მრავალწლიანობა გაზრდის შობადობას, პირიქით მრავალწლიანობა ძალიან ამცირებს შობადობას, თუმცა დემოგრაფი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია 4 და 5 თვის ორსულზე აბორტის გაკეთება. ჩვენ და სამწუხაროდ სელექციური აბორტები არსებობს და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ჩვენზე მეტადაა გავრცელებული სელექციური აბორტები აზერბაიჯანში, სომხეთში, კიდევ უფრო დიდი მასშტაბებითაა ჩინეთში, კორეაში და სხვაგან. სადაც ვაჟის კულტია, ჩვენთან ისედაც შობადობა დაბალია და აღარ უნდათ რომ ერთ ან ორ ბავშვზე მეტი იყოლიონ. ამიტომ მუცლად მოყოფი ნაყოფი თუ ისევ გოგონა, ამ შემთხვევაში აბორტს იკეთებენ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ამით ქალზე ძალადობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოგონა და არა ვაჟი. ერთი მხრივ ჩვენს ქვეყანაში გაიდეალებულია ქალთა უფლებების დაცვა და მეორე მხრივ ყურადღებას არ აქცევენ გოგონების სიკვდილიანობას აცხადებს ანზორ თოთაძე. თეოლოგისა და რელიგიათმცოდნის ლევან აბაშიძისთვის სრულიად გასაგებია, რომ აბორტებთან დაკავშირებით ეკლესიას თავისი აზრი, მორალური შეხედულება გააჩნია და შეუძლია მოუწოდეს ან სთხოვოს სახელმწიფოს მისი აკრძალვა, თუმცა სხვა ქვეყნების პრაქტიკაც აჩვენებს, რომ სრული აკრძალვა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ქალთა უფლებებთან, რადგან ამას შეიძლება გადაინაცვლოს არალეგალურად ან სხვა ქვეყანაში გაიკეთონ აბორტები. აქ საუბარი არ არის, როცა ნაყოფი დიდია, აქ საუბარია რამდენიმე კვირის ნაყოფზე. მისივე განმარტებით, აბორტების გარკვეული რაოდენობა მართლაც არის იმის გამოკეთდება, რომ მშობლებმა არ იციან თუ როგორ გაზარდონ ბავშვები, რადგან არ აქვთ საამისო სახსრები, მაგრამ თუ კი საეკლესიო პირები ამბობენ, გააჩნიათ შვილები და ჩვენ გავზრდით, ეს აბორტების შემცირების ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად აქვს ეკლესიას ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდები. მანამდე მაყურებელი არის ეთერში და მივცეთ მას გადაცემაში მონაწილეობის მიღების საშუალებას. საღამომშვიდობის. გამარჯობა განცემ. მანთა ისმის ჩემი ხმა? დიახ, ბრძანეთ გისმენთ. ხო. ძალიან საჭირო საკითხი შეეხეთ. აი ესეთი ეკონომიკური და ესეთი საკითხები რაც უფრო ხშირად იქნება, უფრო კარგი იქნება, თორე დავიღარეთ ახალი მთავრობის მიერ ტრაგიკომედია შოუებს გვაცქერინებენ. დავიჭიროთ, გავანადგუროთ, ჩავქოლოთ. აი ეს ყველაზე კარგი საკითხია, ეს მსოფლიო ის არის. აბსოლუტურად ნეტად ჩინეთის პრობლემა გქონდეთ, ჩვენ იქ აღარ იციან იმდენი ხალხი მრავლდება, რომ გზადავენ შობადობას. ჩვენთან კი ის არის. ეს თავრობა რომ მოვიდა ოცნებებს ხალხს ურიგებდნენ და ფურცლებს ატერენ აისრულეთ თქვენი ოცნება დაწერეთ და აგისრულებოთ. ქაიდენ მომისულებოთ სახელმწიფო სათავეში მოვიდა ივანიშვილი ეგერთათეთი კაცი, იმიტომ აირჩიეს რომ ეს სოციალური პრობლემები მოეგვარებინა, არა თუ იქ შმაკები და იმები თედევნათ ხალხს. ეკლესიასაც იგივე მოუწოდა და კარგია თვითონ რო თქვეს რომ უნდა მოხდეს ეს ხალხს დაეხმა რომ იქ ძალიან გაჭირვებული ხალხია, რომელიც არ შეუძლიათ ბავშვების გაზრდა და გაშვილება და დაჯეყიდიან კიდევაც. ბატონო, იმ შემთხვევაში თუ სასულიერო პირები კერძოდ ეკლესია აიღებს საკუთარ თავზე ახალშობილების და ჩულების გაზრდას, ეს გააუმჯობესებს დემოგრაფიულ. რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს და თვითონ ოჯახებსაც უნდა დაეხმარონ. ახლა იყო რაღაცა ისა და ოჯახებს უნდა დაეხმარონ. ივანიშვილი ხო გითხარი, იმიტომ აირჩიეს რომ მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გამოასწოროს, მაგრამ საშინელება ხდება, არავით არის ესეთი რამ არ ხდება. ეგენი ჩვენ ტრაგიკომედი შოუებს გვიწყობენ და ისა ეკონომიკას თუ არ მიხედეს, რა თქმა უნდა, სწორად დამდეგენ, არანაირი აკრძალა, არანაირი რეპრესიები ესენი საქმეს არ უშველის. ბატონო, აქვე როგორც არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში შვილის გაჩენა ან მშობიარობა გახდება უფასო. ეს როგორ აისახება ამ პრობლემის მოგვარებაზე? კი, უფასო, მარტო უფასო არა, ოჯახებს უნდა დაეხმარონ. აი წინა გამოსვლმა კარგად თქვა. ივანიშვილმა უნდა გაიღოს თანხა, რაღაც თანხა თვითონ სახელმწიფოს და ბიუჯეტს ეს თანხები არ აქვს. ეგ კაცი კიდევ ვიმეორებ, იმიტომ აირჩიეს რომ მაგან ხალხს გონია ეხლა გრეხობას თემას ეს დაეხმარება. თუ არ დაეხმარა, მაგის სხვა ვერ მოგ უნდა ოჯახებს თავად კითხვას როგორ უპასუხებდეთ, უნდა მოხდეს თუ არა აბორტის აკრძალვა? არა, ეგ ახლა ამნიბდომ ლაპარაკობ, არანაირი აკრძალვა, არანაირი საქმეს არ უშველის, ამას უშველის ეკონომია უნდა გამოსწორდეს. გასაგებია. უღრმესი მადლობა ზარისთვის და გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. სელექციური აბორტები დანაშაულია, რადგან ადამიანი იგებს სქესს, ის სქესი არ მოსწონს და ამის გამო აბორტს იკეთებს. ამის შედეგად სულ რამდენიმე წელიწადში ბევრად მეტი მამაკაცი გვეყოლება, ვიდრე ქალები, რაც მართლაც დაარტყამს ჩვენს დემოგრაფიას, რადგან ვინღა გააჩენს ბავშვებს.
ბავშვებს, აღნიშნეს ლევან აბაშიძე. Თქვენი აზრით, უნდა იკრძალოს თუ არა აბორტი, შეგახსენებთ, რომ ასეთი არის გადაცემის დღევანდელი კითხვა და აღნიშნულზე საკუთარი მოსაზრებების დაფიქსრების საშუალება თქვენ გადაცემის პირველი ბლოკის დასრულებამდე გაქვთ. ქალებთან დაკავშირებით თია წულუკიანი ილია მეორის შემოთავაზებულ აბორტის კრიმინალიზების თემას გამოეხმაურა. არ მგონია, რომ აბორტის საკრძალვით კანონის მეშვეობით ჩვენ დემოგრაფიულ მდგომარეობას გავაუმჯობესებთ. მე მეშინია აბორტის საკრძალვა არ უბიძგოს ახალგაზრდა გოგონებს, ახალგაზრდა ქალებს იმისკენ, რომ მათ მაინც გაიკეთონ აბორტი, იქნება ეს სარდაფებში თუ სხვა ანტისანიტარიულ ადგილებში. იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. მე მომხრე ვიქნებოდი მაინც. ერთადერთი აკრძალვის მშობლებისთვის წინასწარ სქესის შეტყობინება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში აბორტი ხდება. ისეთ დროს, როცა ოჯახი ელოდება ბიჭს, არ უნდა ყავდეს გოგო და როდესაც სქესს შეიტყობს, ხდება ნაყოფის მოკვდინება სქესობრივი ნიშნით. ჩემი აზრით, დემოგრაფიული მდგომარეობა ისეთ დღეშია, არ იქნებოდა ურიგო, რომ ეს აკრძალული იყოს. სხვა ტიპის შორს მიმავალ აკრძალვებს მხარს მე არ დავუჭერდი, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. აბორტი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური უდანაშაულო არსების საზარალი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც, დღემდე დაუბრკოლებულად ხორციელდება ჩულების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ხავთ, არც სახელმწიფო და არც საზოგადოება. ბრძანა უწმინდესმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით კი აბორტის აკრძალვით საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ვერ მოგვარდება. საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს თუ არა აბორტის აკრძალვა, ეს კითხვა გაზეთმა რეზონანსმა საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა. ამას ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ ძალიან კარგია, როდესაც ვცდილობთ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან საშიში. ამან შეიძლება გამოიწვიოს იატაკქვეშა აბორტების კეთება, რამაც შეიძლება გაზარდოს დედების სიკვდილიანობა. კომუნისტების დროს აკრძალული იყო აბორტების გაკეთება, რის შედეგადაც ძალიან გაიზარდა ქალის სიკვდილიანობა, ან კიდევ ვინც გადარჩებოდა, მათ შვილი აღარ უჩნდებოდათ. ამიტომ ეს საკითხი ძალიან დასაფიქრებელია და ისე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, აცხადებს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა. რახან ამას უწმინდესობა ბრძანებს ეს საკითხის შესწავლა, ამ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს, დასაფიქრებელია, თორემ ისედაც ყველა მიცის, რომ ეს ცოდვაა, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ეს გარდაუვალი და აუცილებელია. აქედან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში დასაშვები უნდა იყოს, ეს საკითხი პარლამენტმაც უნდა შეისწავლოს და ისეთი გადაწყვეტილება მოძებნოს, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, აცხადებს ფილოლოგი გია მურღულია. ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული პრობლემაა და არ ვიცი, რომელი უფრო სწორია. ამ კანონის ოფიციალურად მიღება თუ არ მიღება. როდესაც გოგონა ამ ნაბიჯზე მიდის, მას აქვს მძიმე მდგომარეობა და ამიტომ ის თვითონ შინაგანად დაძაბულია. იცის, რომ ცოდა უნდა ჩაიდინოს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალული იქნება, ის გზას მაინც გამონახავს, რომელიც შეიძლება ლატარულად დასრულდეს. ეს გზები კი იქნება შავი კორუფციის კიდევ ერთი გზა, ამიტომ მე მგონი დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა ამ საშუალებით ვერ მოხდება. პირველ რიგში სოციალური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, რომ ოჯახებმა თვითონ იფიქრონ გამრავლებაზე. ძალიან ბევრი მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახი ყავს საქართველოში, რომელთა ბავშვებიც განწირულები არიან იმის გამო, რომ ვერც განათლების მიღება შეუძლიათ და ვერც ვერაფერს იღებენ. ამიტომ ჩემი აზრით, სახელმწიფომ ჯერ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს, აცხადებს მსახიობი მარი ჯანაშია. როგორც უკვე იცით, სწორედ ამ ინიციატივაზე ვსაუბრობთ თქვენი აზრის დღევანდელ გადაცემაში. პირველი ბლოკის მსვლელობისას კი გაძლევთ საშუალებას გამოხატოთ საკუთარი მოსაზრება თემაზე, უნდა მოხდეს თუ არა აბორტის აკრძალვა. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს პატრიარქი ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისთვის. რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ნათქვამია საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეში. სპეციალისტები და ქალთა უფლებების დამცველები აბორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. საკანონმდებლო ორგანოში კი ფიქრობენ, რომ აბორტის სრულიად აკრძალვის არა, მაგრამ ეგრეთ წოდებული სელექციური აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობის დაწყება სასურველია. ჩვენ აღნიშნულზე თქვენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსრების საშუალებას გადაცემის პირველი ბლოკის მსვლელობისას გაძლევდით, თემაზე მსჯელობას კი გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იზა კასრაძე იქნება. ასე რომ დარჩით ჩვენ სახლზე, გადაცემა თქვენი აზრი, რეკლამის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებათ. კეთილად შეზავებული ჰაერი, მზე
და მიწაწყალი გაგრძნობინებთ მშობლიურ გემოს. მხოლოდ საქართველოში მოწეული ხილბოსტნეულით იქმნება მარნეულის ქარხნის პროდუქცია. მარნეულის სასურსათო ქარხანა დამზადებულია საქართველოში. სალომბარდეს ესხი ლიბერტი ბანკისგან. მაღალი შეფასებით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით თვეში 2.5%-ად. ლიბერტი ბანკი ყველგან და ყველასთვის. Lighthouse თავაზობთ ჭაღებისა და სანათი მოწყობილობების უახლესი მოდელების ფართო არჩევანს. სპეციალური ფასდაკლება შიდა ქართლის მოსახლეობისათვის 25-დან 35%-მდე. ასევე შეგიძლიათ ისარგებლო 18-იანი უპროცენტო განვადებით. Lighthouse ზრუნავს თქვენს კომფორტზე. თბილისი, დიდგორის ქუჩა ნომერი 2, სოფელ დიღმის ასახველთან. ტელეფონი 230 99 23. Mosminet Radio Trialets FM 104.8. ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენ სხვალინძელ დღეს ვანდობთ? ისაღებია თუ არა მათი პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით? ქვეყანას პოლიტიკოსებთან ერთად აქტიური მოქალაქეები აშენებენ. იყავი აქტიური, გქონდეს შენი პოზიცია, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს გადაცემაში შენი პოზიცია. რეგიონში განვითარებული კვირის მთავარი მოვლენა, თემის ანალიზი და პოლიტიკური შეფასებები, მთავარი რეპორტაჟი და სპეციალური სტუმრები. ყოველ შაბათს 20 საათზე ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში მთავარი რეპორტაჟის დროა. კომპიუტერული და ფოტო მომსახურება, ტექსტის აკრეფა, სკანირება, ფერადი ქსეროქსი, ლამინირება, ფოტოსურათების გადაღება, ჩარჩოში ჩასმა, სამკერდის სურათების დამზადება, ფოტოსურათების აღდგენა, სწრაფი კვალიფიციური მომსახურება, უახლესი აპარატურით, კინოთეატრი გამარჯვება. კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი ცენტრი გიწევთ საოფისე პროგრამების, Windows-ის, Word-ის, Excel-ის, PowerPoint-ის, ინტერნეტის, თვენახეობიან და სამთვიან სწავლების კურსებზე. ასევე შევასწავლით Photoshop-ის ფოტომონტაჟს და Premiere-ის ვიდეომონტაჟის პროგრამებს. სასურველ დროს ინდივიდუალური სწავლების პრინციპით მოგზავნით ქალაქი გორი ჭავჭავაძის ქუჩა ნომერი 45, კინოთეატრი გამარჯვება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რეკლამის შემდეგ გადაცემა თქვენი აზრი კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მაყურებელი შევახსენებ, რომ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ იმ ინიციატივაზე ვსაუბრობთ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ მავწმუნდესმა და უნიტარისმა ილია მეორემ საკუთარ საღდგომო ეპისტოლეში გააჟღერა. საუბარი არის აბორტის აკრძალვაზე. მან სახელმწიფო სთხოვა, რომ უბრალოდ თხოვნით მიმართა, რომ უახლოეს მომავალში მომზადებლის კანონპროექტი, რომელიც მიზნად დაისახავს ქვეყანაში აბორტის აკრძალვას. მე გადაცემის პირველი ბლოკის მსვლელობისას მოგაწოდეთ და გაგაცანით ის გამოხმაურებები, რომელიც იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა, ასევე როგორც გადაცემის პირველ ბლოკში გითხარით, ამ ინიციატივას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორიც და ასევე დარგი სპეციალისტებიც. ამ საკითხზე მსჯელობას გადაცემის მეორე ბლოკში უკვე ჩვენ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც არის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი.
იზა კასრაძე. ამ ორგანიზაციას როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ამ ინიციატივის შესახებ, ამას გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმრისგან გავიგებთ. მოგესალმებით იზა და უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. თავდაპირველად ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი პარლამენტის ახალგაზრდული პარლამენტის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. რას ფიქრობენ თქვენი წევრები იმ ინიციატივაზე, რომელზეც ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში უკვე ვისაუბრეთ? დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და იმისათვის, რომ ამ საკითხით დაინტერესდით. აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება ასე გადაჭრით საუბარი. გულისხმობს იმას, ან უნდა აიკრძალოს, ან არ უნდა აიკრძალოს. ფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან ფართო ასპექტით უნდა განვიხილოთ. თქვენ არაერთი შეფასება წინ პირველ ნაწილში უკვე წაიკითხეთ და მართლაც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე იყო ყურადღება გამახვილებული. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მუშაობს უკვე რამდენიმე კვირა. ჩვენ მთლიან საქართველოს მასშტაბით გავმართეთ დისკუსიები, გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, რომ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობდეს რეალურად საზოგადოების მოთხოვნებიდან და ქვეყნის ინტერესებიდან და ამავე დროს არ იყოს მოწყვეტილი იმ რეალობას, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, მიმდინარეობს მუშაობა. გუშინ გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხსაც ეთმობოდა გარკვეული ნაწილი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე იმუშავა და გარკვეული პოსტულატები წარმოადგინა ამ საკითხისა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მისი დახვეწა და უახლოს დღეებში ბრიფინგის საშუალებით ამასთან დაკავშირებით უკვე დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით. თუმცა ერთი რაც არის, აბორტის თალსახა აკრძალვა, თუმცა სანამ აღნიშნულზე გადავალთ, თქვენ ბრძანეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარეთ დისკუსიები სრულად საქართველოს მასშტაბით. ზუსტად რა საკეს ადამიანები იღებდნენ დისკუსიაში მონაწილეობას და როგორი იყო მათი დამოკიდებულება, უმრავლესობის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით? დიახ, მოგახსენებთ ახლა. საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარდა ეს დისკუსიები. ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეცვა ყველა კატეგორიის ადამიანი, როგორც ასაკობრივი თვალსაზრისით, ისე განსხვავებული რელიგიური შეხედულების და სოციალური წარმომადგენლობის თვალსაზრისით განსხვავებული მდგომარეობის ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ისინი იზიარებდნენ ჩვენს პოზიციას და ამბობდნენ, რომ აბორტის თალსახვა აკრძალვა არ შეიძლება. თუმცა ამავე დროს თანხმდებოდით იმაზე, რომ აბორტი გარკვეულწილად არის მორალური თვალსაზრისით განსაკუთრებით მიუღებელი. და ადამიანები, რომლებიც უსმენდნენ თუნდაც სასულიერო პირების თქვათ პოზიციას, მათ გამოსვლებს ვერანაირ კონტრარგუმენტებს ვერ ამბობდნენ, იმდენად მაღალი ღირებულებების, რელიგიური დოგმების ჩამოყალიბება ხდებოდა მეუფეების მიერ აბორტის დისკუსიებში სასულიერო პირებიც. დიახ, სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესთა და უნიტარისტის ილია მეორის ინიციატივა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ისინი წარმოუდგენლები, რათა არ მომხდარიყო მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების აზრის გაზიარება და ყოფილიყო გარკვეულწილად ის მხარე, რომელიც არის ამის ინიციატორი, რათა მომხდარიყო უფრო შეჯერება პოზიციებისა და დისკუსიაც უფრო ყოფილიყო შედეგიანი და შედეგზე ორიენტირებული. თუმცა საბოლოო სურათი მაინც გულისხმობს იმას, რომ აბორტის თალსახა აკრძალვა კიდევ ერთხელ გამეორდები არ უნდა მოხდეს, მაგრამ ასევე თანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში დღეს არის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა. სტატისტიკა არის მართლაც შემაშფოთებელი, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად მწიზრდება აბორტების რიცხვი, უახლოეს და სისტემატიურად კლებულობს, რაც მთავარია შობადობის რაოდენობა. თუ ასე გაგრძელდა საქართველოში უბრალოდ მომავალი თაობისთვის ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს იქნება შემდეგში უკვე დაუძლებელიც კი. ამიტომ ფიქრობ, შობადობას გადააჭარბებს. კი, რა თქმა უნდა, ახლაც არა გვაქვს სიმართლედ რომ ვითხრათ სახარბელო მდგომარეობა და მომავალში ალბათ ეს იქნება დაუძლებელი პრობლემა. ამავე დროს თანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა გარკვეული სახით უკვე ჩამოყალიბებულია. თქვენ ახსენეთ, გარკვეულწილად წარმოადგინეთ ის სამართლებრივი მოწესრიგება აღნიშნული საკითხისა და ახლა შევეცდები, რომ გარკვეულწილად ცოტა კიდევ დავაზუსტო და ეს ჩვენი ინიციატივის მიზანი და საფუძვლები წარმოგიდგინოთ. ზოგადად 12 კვირამდე არის დაშვებული
აბორტი 12 კვირის შემდეგ აკრძალულია. გარდა სამედიცინო და სოციალური ჩვენებებისა, 12 კვირამდე ადამიანი ორსული მიდის ექიმთან და იღებს ინფორმაციას. საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ამბობს, რომ ექიმმა უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია დედა. მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, ეყოლება რა სქესის ადამიანი უნდა გაჩნდეს, ან ნაყოფი რა სქესისა. რეალურად ამის გაგება ხდება 14-15 კვირის შემდეგ. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს, ეს რეალურად ვერ ხდება გამომდინარე, რომ სამედიცინო აპარატურა, სამედიცინო მიღწევები ამის საშუალებას არ გვაძლევს. გარდა ამისა, სამედიცინოს თავი დავანებოთ, ბიოლოგიურად ეს არის შეუძლებელი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში 12 კვირამდე ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ითვალისწინებს სქესს არ უნდა იქნეს მიწოდებული, ექიმს არ უნდა მიეცეს ამის უფლება, რომ გარკვეულწილად ხშირ შემთხვევაში შეიყვანოს თუნდაც მომავალი მშობელი შეცდომაში და ეს გახდეს აბორტის საფუძველი. გდიახ, აბორტის გადაწყვეტილების საფუძველი. ამ ინიციატივის საფუძველი რა არის? ეს თქვენც აღნიშნეთ, რომ საუბარი რომ დაიკრძალოს სელექციური აბორტი, ეგრეთ წოდებული მოხდეს აბორტების აკრძალვა და შემოღებული იყოს ეგრეთ წოდებული შერჩევითი აბორტის ცნება. გამომდინარე ამის საფუძველი არის ის, რომ სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში არსებული აბორტებიდან 30% სწორედ სელექციურ აბორტს გულისხმობს. შესაბამისად, თუ მოხდება სელექციური აბორტების აკრძალვა, გამოდის, რომ 30% არ არის მცირე რიცხვი და გარკვეულწილად აბორტების რაოდენობა სავარაუდოდ უნდა შემცირდეს. და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ნამდვილად კარგი შედეგი. თუმცა ერთ ასპექტზე აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება. აქ შეგეკითხებით. ყველანი თანხმდებით აზრთან, რომ ხშირად ნაყოფის მოშორების გადაწყვეტილებას იღებენ, იმიტომ რომ სასურველი სქესის მატარებელი არ არის ჩვილი, ჯერ არ დაბადებული. და ხშირად ამბობენ, რომ ბიჭის მოლოდინში, როდესაც ისინი იგებენ, რომ გოგონა უნდა ეყოლოთ, იღებენ აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას. თუ გვაქვს მენტალურ პრობლემასთან? დიახ, რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად დავისაუბროთ დიახ მენტალურ პრობლემაზე. თქვენ წეგანაც ახსენეთ, რომ იგივე ჩინეთში, სადაც არის ანალოგიური და ის ქვეყნებში, სადაც არის ვაჟის კულტი, ეს პრობლემა დგას. საქართველოშიც გარკვეულწილად არის ეს მენტალიტეტი, ისტორიულადაც ამის არაერთი მაგალითი არსებობს, გულისხმობს იგივე, თუნდაც საქართველოში არსებობდა, რომ მეფე ხდებოდა ვაჟი, სახელმწიფოს მმართველი იყო ვაჟი და ასე შემდეგ. ახლა შემორჩენილი არის ალბათ გვარის გვარის ეს უნდა მეთქვა, კი, იქიდან მოყოლებული იგივე გვარის გამგრძელებელი, მე უნდა მყავდეს გვარის გამგრძელებელი და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ვაჟის გვარზე ეწერებიან შვილები და ამას ასე ვთქვათ, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დღესდღეობით ქართული საზოგადოება და ეს იწვევს იმას, რომ ხშირად ვაჟის სურვილით არაერთი ნაყოფი, რომელიც სქესი არის მდედრობითი, ხდება აბორტის მსხვერპლი და ხდება ამ შემთხვევაში დედის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა. მაგრამ გარდა ამისა, თქვენ რაც აღნიშნეთ მენტალური პრობლემისა, საქართველოში ვერ აუვლით იმ პრობლემას გვერდს, რომ არის ძალიან ბევრი სოციალური საკითხი გადაუჭრელი და სოციალურ პრობლემას ასე თუ ისე აუცილებლად აქვს დიდი გავლენა აბორტის საკითხთან დაკავშირებით. იყო ზარით შემოსული, რომელიც იძახდა, რომ მე რა გავაკეთო, მე შულს ვერ გავაჩენ, იმიტომ რომ მას სჭირდება კვება, მას სჭირდება განათლება. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაიძულებთ ადამიანებს, რომ უცქირონ თავის შვილებს, რომელთაც სჭირდებათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებში არსებობა და მშობელს არ აქვს ამის საშუალება. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთ ამ ეტაპზე ერთობლივად სოციალურ პრობლემებს ვერ გადაუჭრით და ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ უნდა მოხდეს გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელება, იგივე პატრიარქის ინიციატივა, რომელსაც არ აქვს საშუალება გაზარდოს, უზრუნველყოს თავისი შვილი ელემენტარული პირობებით, შესაძლებელია ეკლესიას მიაბაროს და ეკლესია უზრუნველყოს მას. თუნდაც იგივე თუ გეყოლებს სოციალური დახმარებები, რომლებიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პრიორიტეტად უნდა იქცეს, სახელმწიფოს კეთილნებაზეა დამოკიდებული, რომ მან პრიორიტეტად უნდა აქციოს აღნიშნული საკითხი და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოს სოციალური დახმარებების საკმაოდ მაღალი ოდენობა, რომ ელემენტარული პირობების შექმნა შეძლო მშობლებმა საკუთარი შვილებისათვის და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სისტემური მიდგომა აუცილებელი. თუმცა ის რადგან საუბრობთ იმაზე, რომ
ოჯახებმა გააჩინონ შვილები და მიაბარო სასულიერო პირებს. თავის დროზე ჩვენმა სახელმწიფომ აიღო ეს ვალდებულება, კერძოდ ოჯახებს, რომელსაც არ ჰქონდათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ საკუთარი შვილები შესაბამისი განათლებით, კვებით და საჭირო სამოსით და ყოველთვის უზრუნველყოთ, ამ შემთხვევაში მათ ჰქონდათ საშუალება, რომ საკუთარი შვილი, საკუთარი ნებითვე მიებარებინათ სახელმწიფოსთვის. ამისთვის ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა ბავშვთა სახლებიც, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და კერძოდ ამას გარკვეულწილად უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ როგორც ხედავთ, წარუმატებელი აღმოჩნდა. თქვენ რატო ფიქრობთ, რომ აი ეკლესიის ეს შეთავაზება იქნება წარმატებული? იმიტომ რომ ესეც გარკვეულ მენტალურ პრობლემას უკავშირდება ქართული ოჯახისთვის, ეს რაღაც პატივმოყვარეობის საკითხი არის, რომ გააჩინოს ბავშვი და თუნდაც ეკლესიას მიაბაროს. არა მხოლოდ პატივმოყვარეობის გეთანხმებით, შესაძლებელია გარკვეულწილად ეს პატივმოყვარეობაზეც იყოს დამოკიდებული, მაგრამ მშობლისთვის არ არის ადვილი, თუნდაც საკუთარი შვილი იზრდებოდეს მისგან შორს, თუნდაც ეკლესიის მფარველობის ქვეშ. რაც შეეხება საბავშვო სახლების არსებობას, საბავშვო სახლების არსებობა დღესდღეობით საქართველოში გარკვეულწილად მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ ბავშვს, რომელსაც უწევდა ქუჩაში ცხოვრება, დღეს აქვს საცხოვრებელი და შეუძლია თავი შეაფაროს, ჭერს და კონდეს საკვები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ აქაც არის გარკვეული პრობლემები. ეს საბავშვო დაწესებულებები არ არიან სათანადოდ აღჭურვილი, ვერ უზრუნველყოფენ სათანადოდ ბავშვების აღზრდას და გამომდინარე აქედან ვერც ერთი მშობელი ვერ ბედავს, ვერ იმედებს შვილს, რომ მისი შვილი გაიზარდოს ამგვარ დაწესებულებებში. ხოლო ძირითადად არსებობს ეს ეგრეთ წოდებული მზრუნველობის სახლები, სადაც ის ბავშვები არიან, რომელთაც არ ყავთ მშობლები, ამ მშობლებმა მათზე გარკვეული მიზეზების გამო თქვეს უარი. და ის, რომ დღესდღეობით არ შეიმჩნევა ეს ტრადიცია, რომ ვიღაცა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ აქვს მატერიალური მდგომარეობა, ამის გამო გაგზავნოს შვილი ამ დაწესებულებაში, ალბათ ის უნდა იყოს უკიდურეს გაჭირვებაში. და მით უმეტეს, როდესაც შენ გაქვს თქვა არჩევანის საშუალება გაიკეთო აბორტი და გაზარდო შვილი და გაუშვა ამ პირობებში, ამ შემთხვევაში ალბათ ისინი უპირატესობას ანიჭებენ აბორტის გაკეთებას და ფიქრობენ, რომ უმჯობესია თქვა მათი ნაყოფის სიცოცხლე მუძელში ყოფნის დროსვე შეწყვიტონ. ამ პრობლემის გადაწყვეტას სჭირდება როგორც ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა შექმნან პრეცედენტი იმისა, რომ შექმნეს ღირსეული დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღირსეული მომავლის აღქმას ღირსეულ პირობებში და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ შვილს მიანდობს სახელმწიფოს და მათ ღირსეულ აღზრდას უკვე ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად აიღებს თავის საკუთარ თავზე და დემოგრაფიული მდგომარეობაც გარკვეულწილად გაუმჯობესდება. აქვე აღსანიშნავი არის, რომ იგივე კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში შეიმუშავებს კანონპროექტს აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით და შეიტანს პარლამენტში. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის უმრავლესობა დაუჭერს მის კანონპროექტს მხარს, თქვენი აზრით მოყვება თუ არა ამ საზოგადოების პროტესტი? პროტესტი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა შესაძლებელია მოყვეს, მაგრამ მე ამას ასე ცალსახად ვერ ვიტყვი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი ზოგადად კანონპროექტის შინაარსი. როდესაც ბატონი კობა დავითაშვილი ჩამოყალიბებს კანონპროექტს, მოხდება ამ კანონპროექტის ანალიზი, ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, თუ რა შედეგებს იქონიებს და საზოგადოება ამას როგორ აღიქვავს. თუმცა მე როგორც გავაანალიზე და მივხვდი, ბატონი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ აბორტი დასრულებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვის გაჩენა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. კი, ეს არის სამედიცინო დღეს როგორც ხდება. უბრალოდ ეს ხდება 12-დან 22 კვირამდე, 12-დან 22 კვირამდე ნაყოფი შესაძლებელია დედა მოიშოროს მხოლოდ აი ამ სამედიცინო ჩვენების და სოციალური ჩვენებების დროს, მაგალითად, როდესაც არის ბავშვი გაუპატიურების შედეგად ჩასახული, ან დედა არ აქვს სათანადო ასაკი, გულისხმობ, როდესაც არის 15 წელზე ნაკლები, ან 45 წელზე დიდი ასაკის. ამ შემთხვევაში 12 კვირამდე არის ნებადართული. გამოდის, რომ 12 კვირამდეც იქნება აკრძალული
12 კვირამდე აიგრძელება და მხოლოდ დასაშვები იქნება, სავარაუდოდ 22 კვირამდე იქნება, 12 კვირამდე თუ 15 კვირამდე არ ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩვენებების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც გამოთქვას პროტესტს, თუმცა არ გამომდინარე იქიდან, რომ გამონაკლისები გათვალისწინებულია, ვფიქრობ, რომ მათი რაოდენობა არ იქნება ძალიან დიდი. მე დღესდღეობით ვხედავ შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, აი გეტყვით, რომ ზოგი ადამიანი აბორტში ხედავს საკუთარი განვითარების უფლების რეალიზაციის შეზღუდვას. მე რო ამიგზავნო აბორტი, მე აღარ მექნება ჩემი თავის განვითარების საშუალება. ბუნებრივია ამ მიდგომის ადამიანებში ეს გამოიწვევს პროტესტს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ვიმედოვნებ, რომ სხვაგვარად ფიქრობს და მაინც რადიკალური მიდგომა და რადიკალური თქვათ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ექნებათ. ნახოთ როგორ ჩამოყალიბდება პროექტი და საზოგადოების თქვათ აზრიც როგორ ფორმირდება შემდეგ. ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პირველ ბლოკში უკვე აღნიშნე, განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თია წულკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის შიშობს, რომ თუ აბორტის აკრძალვა მოხდება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ქალთა სიკვდილიანობის გაზრდა. აი თქვენი აზრით, თუ ეკნება სახელმწიფოს კეთილნების არსებობის შემთხვევაში რაიმე ბერკეტი რომ გააკონტროლოს, რომ არ მოხდეს აბორტების არალეგალურად გაკეთება, ანუ არარეგისტრირებული აბორტების რიცხვის ზრდა. დიახ, მოგახსენებთ. და რამდენად მარტივი იქნება ეს პროცესი? დიახ, ეს პროცესი არ იქნება მარტივი, რაც შემიძლია გითხრათ. დღესდღეობით აბორტი არ არის აკრძალული, არის მოდი ვთქვათ, ნაწილობრივ არის აკრძალული, დროით არის ასე ვთქვათ შეზღუდული. და მიუხედავად ამისა, გარკვეული პროცედურები ითვალისწინებს სამართლის ნორმები. საზოგადოებას არის ასევე გარკვეული ფასით გადასახდელი აბორტის გაკეთებისათვის. ეს პირობებიც კი, რომ მათ გაიანონ კანონდადგენილი პროცედურები, გადაიხადონ გარკვეული მატერიალური ანაზღაურება, ესენიც კი აიძულებთ მათ, რომ მიმართონ არალეგალურ საშუალებებს ორსულობის შეწყვეტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ სრულიად მოხდება აბორტის აკრძალვა, წარმოგიდგენიათ თქვენ რასთან მივალთ. ფაქტობრივად ისინი ამ ქმედებებს არ შეწყვეტენ, პირიქით მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ბუნებრივია დღესდღეობით არის სიცოცხლესამართლის კოდექსშიც ერთ-ერთი ნორმა, ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო აბორტს, ეს არის დანაშაული სიცოცხლესამართლებრივი კოდექსით დასჭადი ქმედება. ჩვენ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის რომ ამ ტიპის მექანიზმი დაუპირისპიროთ, გულისხმობს სიცოცხლის დასჭადი გახდეს სიცოცხლესამართლებრივი კოდექსით, არ იქნება მაინც შედეგი და მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს გამოიწვევს იატაკქვეშ გადანაცვლებას, არალეგალური დაწესებულებების გაზრდას. ზოგადად აბორტი, როდესაც ისტარდება პროფესიონალი ექიმის მიერ შესაბამის დაწესებულებაში, ესეც კი ძალიან დიდ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნის დედისთვის და მოგდგენია, როდესაც მოხდება ეს არასათანადო დახჭურვილ დაწესებულებაში. უნდა გკითხოთ. აი, თუ არის რაიმე ბერკეტი, რომ ამის გაკონტროლება მოხდეს, რომ იგივე ექიმ-ბაჟებმა, არაკომპეტენტურმა პირებმა ვიღარ გაბედონ, რომ გააკეთონ ეს არალეგალურად ანტისანიტარულ პირობებში. სამართლებრივად, დიახ, ეს სამართლებრივად შესაძლებელია, სამართლებრივ ნორმებში გაიწეროს. იგივე სიცოცხლესამართლის კოდექსში შესაძლებელია ადმინისტრაციული წესითაც უფრო ვთქვათ, მსუბუქად მოხდეს ანდისციპლინური თვალსაზრისით მოხდეს ამის დასჯა, მაგრამ ესენი რეალურად არ იმოქმედებენ. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს შეაშინებთ მათ, შესაძლებელია ვთქვა, მათ ეკნებათ გარკვეულწილად პრევენციული ფუნქცია, მაგრამ ბოლომდე ამ პრობლემას ვერ აღმოფხვის. და რაც შეეხება იმას, რომ შეიქმნას გარკვეული სამსახური, შესაძლებელია განხილული იყოს ეს შემთხვევა, რომ შეიქმნას გარკვეული სამსახური, რომელიც კონკრეტულად ამას გაუწევს კონტროლს. მაგრამ ეს არის შეუძლებელი, სად უნდა გააკონტროლოს, სად უნდა ეძიოს, სად იქნება ამ პარიტეტის დაწესებულებები. ქართული ქალები იძულებულნი გახდებიან აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ გაიკეთონ აბორტი. დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საზღვარგარეთ წასვლა ეს არის გარკვეულ მატერიალურ ხარჯებთან დაკავშირებული. წლისთვის იქნება ეს? დიახ, ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობის საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი, ხოლო ძირითადად აბორტის მიზეზები ჩვენ როდესაც ვაუბრობთ, ყურადღება გავამახვილებთ იმაზე, რომ აბორტის მიზეზი არის სწორედ სოციალური ფონი და დედების გაჭირვება. შესაბამისად, მათ რომელთაც არ აქვთ ელემენტარული შემოსავალი და ელემენტარული საშუალები, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყანაში გაიგეთონ აბორტი და ვფიქრობ, რომ ეს არ არის საფრთხის შემცველი. საფრთხის შემცველი უფრო მეტად არის იატაკქვეშა აბორტები და არალეგალური დაწესებულებების მომრავლება.
ასევე გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აბორტის სრულად აკრძალვას უმჯობესი იქნებოდა, რომ აბორტის გაკეთების საფასური გაზრდილიყო. მაგრამ შემდეგ გაკეთდა ამასთან კი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკვე აღქმული იქნება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ეწოლად. იმიტომ რომ აბორტებს აკეთებენ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან თვითონ განსაზღვრონ ამა თუ იმ მომსახურების საფასური. თუ სახელმწიფო ამათ თავად დაუდგენს მომსახურების საფასურს, ეს გარკვეულ ზეწოლად აღიქმება. დიახ, გეთანხმებით, ერთის მხრივ შესაძლებელია მართლაც ასე იყოს განსაზღვრული, მეორე მხრივ მე მაგალითად დავფიქრდი იმაზე, თუ რა სადამდე შეიძლება გაიზარდოს ეს თანხა. თუ ეს მართლაც არ იქნება ძალიან კოლოსალური თანხა, ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიგეთოს აბორტი, გარკვეულწილად მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც შეძლებს ამ თანხის შოვნას. თუ არ შეძლებს, თუმცა არა სისტემატურად, მაგრამ იგივე მივდივართ იმ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს წამლების სხვადასხვა თქვათ პრეპარატების დახმარებით ორსულობის არალეგალურ შეწყვეტას, ან არალეგალურ დაწესებულებებში შეწყვეტასთან. ასე რომ არაერთი ამ შემთხვევაშიც თუ ეს საფასური გაიზრდება, მაინც ეს შეიძლება განხილული იყოს გარკვეულწილად ამ პრობლემის გადაჭრის გზად, ასე თუ ისე მე წერან სამუშაოს, ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომა და სისტემური მიდგომის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი შესაძლებელია განხილული იყოს რომ აბორტი, თუმცა შემცირდეს ის დაწესებულებები, სადაც შესაძლებელი იქნება აბორტი. აბორტი არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა სამედიცინო დაწესებულებებში. გართულდეს ის პროცედურები, რომელიც გულისხმობს აბორტის კანონიერად გაკეთებას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი შესაძლებელია განხილული იყოს ეს, რომ აიწიოს მისი საფასური, თუმცა სადამდე უნდა აიწიოს. ეს კიდევ ცალკე საკითხი და ეს ვფიქრობ ცალკე კვლევის საგანია, იმიტომ რომ რა საჭუა სადამდე შეიძლება შეძლოს დედამ, რომელსაც სურს გადაწყვეტილი აქვს აბორტის გაკეთება, თქვა თანხების შეგროვება ამ მიზნისათვის. ასევე თქვენ პროფესიით გრძანდებით იურისტი. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი არის სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა უფლებებზე. მიუხედავად ამისა, თუნდაც აბორტის ჭრილში რო განვიხილოთ, ხედავთ რომ ქალთა უფლებები არ არის დაცული. და რატომ ვამბობ ამას? ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქალები აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას ზეწოლის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შემდეგ იღებენ. კერძოდ ოჯახში არის გარკვეული უთანხმოება, სწორედ ამიტომ მათი სურვილის უგულებელყოფით ხდება აბორტის გაკეთება. აი ამ სტატისტიკასთან დაკავშირებით ვფლობთ რაიმე ინფორმაციას, რამდენად ხშირად იკეთებენ ქალები აბორტს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის? დიახ, ზუსტად გორში მე ვიყავი ორგანიზატორი ჩემს მეგობართან ერთად დისკუსიისა და იქ მოწვეული გვყავდა სხვათა შორის გინეკოლოგიც, რომელმაც ეს პრობლემა დააყენა და აღნიშნა, რომ ჩემთან მოდიან დედები, რომელთაც არ სურთ აბორტის გაკეთება, მაგრამ მეუბნებიან, რომ მე სახლში უკან ვერ წავალ, იმიტომ რომ ჩემ მეუღლეს არ სურს ბავშვი. მე სახლიდან შესაძლებელია ოჯახი დამეგრეს და არ მაქვს საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენს გააკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით აქცენტი და ამაზე საუბრობენ არაერთგან, ბუნებრივია ეს პრობლემა არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობა არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ესეც ბუნებრივია ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია დედებზე მიმდინარეობდეს ზეწოლა ოჯახის წევრების მიერ. ზოგადად საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია ის, რომ ამ შემთხვევაშიც გვაქვს ნორმის იმპლემენტაციასთან, განხორციელებასთან პრობლემა. რეალურად რომ დაუკვირდეთ სამართლებრივ ბაზას, ქალებს აქვთ კანონმდებლობით მინიჭებული ის უფლებები, რომ მათ იცხოვრონ ყოველგვარი ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში, მათ შორის ოჯახური ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. მაგრამ ეს სხვანაირად ხდება და სხვანაირად ხორციელდება. იგივე თქვენ ახსენეთ რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რეპროდუქციული უფლებები. ოჯახს აქვს, ქალს აქვს რეპროდუქციული უფლება, კერძოდ განსაზღვროს თავსაკუთარი შვილების რაოდენობა, მათ შორის მას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი შვილის სქესიც და საკუთარი შვილის რაოდენობა. და ეს გულისხმობს იმას, რომ თუ მას სურს კიდე თქვა შვილის გაჩენა, ვერავინ ვერ უნდა იქონიოს მასზე გავლენა, იყოლიოს გოგო ან ბიჭი. მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება და არსებობს არაერთი შემთხვევა, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ხშირ შემთხვევაში დედებს არ ეძლებათ იმის საშუალება, რომ საკუთარი სურვილის შესაბამისად იმოქმედონ და არ გაიგეთონ თქვა ამ შემთხვევაში აბორტი.
მაინც მივდივართ პრობლემასთან, რომ იქამდე სანამ თითოეული ადამიანის ცნობიერების ამაღლება არ მოხდება, სანამ თითოეული ადამიანი არ დაფიქრდება იმაზე, რომ აბორტის გაკეთება ეს არის დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სანამ ჯანმრთელობის პრობლემებთან, სანამ თითოეული ადამიანი არ გაიზიარებს იმ პრობლემას, რასაც დემოგრაფიული პრობლემა ხდება, ქვია მანამდე ჩვენი ქვეყნის წინსვლა ამ კუთხით შეუძლებელი იქნება და ვერც აბორტის აკრძალვა ვერ გაუმჯობესებს ამ კუთხით არსებულ რეალობას. აი ამ კუთხით რისი გაკეთება არის საჭირო? თუ არის საჭირო გარკვეული დატრენინგება ადამიანების იმისთვის, რომ იცოდნენ თუნდაც თავისი უფლებები, იცოდნენ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი თავი არასასრული შედეგებისგან და ზოგადად მიიღონ მონაწილეობა მსგავსი პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო დისკუსიებში. ამ შემთხვევაში გეთანხმებით, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული ინფორმაციის თვალსაზრისით არის გარკვეული პრობლემა. თუმცა ძალიან ბევრმა არ იცის, საკუთარ არ აქვს ინფორმაცია, რა უფლებებს ფლობს ამ უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ. და ამას მივყავართ იქამდე, რომ როდესაც მასზე ხდება ძალადობა, როდესაც ხდება მისი ამ უფლების დარღვევა, ის იძულებულია ითმინოს და უკაცრავად იძულებულია ითმინოს და თქვათ არაფერი არ გააკეთოს მის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ცნობიერებაში განათლების დონეზე გარკვეული ზემოქმედება. მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაძლებელია მოხდეს ის, რომ თუნდაც სკოლის მოსწავლებიდან უკვე იმ მომავალი თაობებზე მოვახდინოთ გარკვეული ცოდნის მიწოდება. იქნება ეს მათი უფლებების კუთხით, იქნება მათი ვთქვათ ორივე ჯანმრთელობის კუთხით. დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს ეგრეთ ექიმთან მისვლის კონსულტაციების კულტურა და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის აბორტების რაოდენობას. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლების ამ დონის ამაღლება ამ მიმართულებით. ეს უნდა დაიწყოს როგორც სკოლებში, ასევე უკვე სკოლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის უნდა ჩატარდეს სპეციალური, ვთქვათ, იგივე თქვენ ახსენეთ ტრენინგები და სხვადასხვა გზით, თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით გადიოდეს სისტემატიური რეკლამები, მათ მიეწოდოთ ინფორმაცია, რა შეუძლია გააკეთონ, როგორ შეუძლია იმოქმედოთ იმ შემთხვევაში, რომ თავიდან იქნეს თუნდაც აცილებული არასასურველი ორსულობა და არ მივიდეთ აბორტამდე. აბორტი არ არის მხოლოდ ის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება. აბორტის გაკეთების შედეგად ჩვენ მივდივართ იგივე ქალი შესაძლებელია გახდეს უშვილო. ის იწვევს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს. ეს იწვევს ასევე სიცხეს და ძალიან ბევრ პრობლემებს. დეპრესია და ძალიან ბევრ პრობლემებს. იგივე თქვენ ახალთა უფლებები. საქართველოში უკანასკნელი ამ მიმართულებითაც მაქვს გარკვეული გამოცდილება და გეტყვით, რომ ქალთა უფლებები საქართველოში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ძალიან ირღვეოდა, ოჯახში ძალადობას გულისხმობ. თუმცა არასამთავრობო სექტორი ძალიან გააქტიურდა. იმართებოდა ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ტრენინგები, მიდიოდნენ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მიდიოდნენ სოფლებში, სადაც ეს პრობლემა რეალურად იდგა და ვფიქრობ, დღეს როდესაც ხვდები საზოგადოებას ნელ-ნელა ეს პრობლემა იძლევა, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და ძალიან ბევრი ამ მიმართულებით გასაკეთებელი. და ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრომა, ჯანდაცვის სამინისტროებას ერთობლივი საქმიანობით, ერთობლივი მუშაობით უნდა მიიღონ, თქვათ, სწორი გადაწყვეტილება ამ საკითხისგან. გასაგებია. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები დაგეგმავენ მთელ რიგ ღონისძიებებს იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე და მსგავსი პრობლემებზე უახლოეს მომავალში ჩვენ საუბარი აღარ დაგჭირდეს. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ქვეყანაში აბორტის აკრძალვის ინიციატივაზე საუბრობდა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იზა კასრაძე. ჩვენ ამით ხვალამდე ზუსტად 20 საათამდე გემშვიდობებით, მშვიდობიან გამის გისურვებთ.